გიორგი ბაჩიაშვილის საქმე თქვენთვის რისი ილუსტრაცია ის რაც მოხდა, რაზეც თავად საუბრობს, რომ დაიგეგმა ასე ჩანს სახელმწიფოთა შორისი გატაცება, რომ არა ვთქვათ ქალაქში კონკრეტული პირის უკანონოდ დაკავება, რაც მოხდა ვთქვათ მელიას შემთხვევაში, არამედ სახელმწიფოებს შორის მოხდა ესეთი მძიმე დანაშაული. ხო, მოგესალმებით მისალმე მაყურებელს, ყველა გზა რასაც დღეს ვუყურებთ, მიდის რუსული გზის მაგალითით. ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მთლიანად ყველაფერი აიღოს, ანუ კრიმინალურ ბანდებს ჩააბაროს ქვეყანა და მსგავსი ურთიერთობები აქვს ასევე დანარჩენ ქვეყნებთანაც, განსაკუთრებით ეს ეხება იქით აღმოსავლეთის ქვეყნებს, სადაც ავტორიტარიზმი და დიქტატურა არის. მათთან კარგ საერთოს პოულობს ივანიშვილის ხელისუფლება, რუსული ხელისუფლება. შესაბამისად, არაფერი არის გამორიცხული, ზოგადად თბილისიდან ქუჩიდან იტაცებენ მელიას, ბაჩიაშვილი, რომელიც სერიოზული წინააღმდეგობა აღმოჩნდა ივანიშვილის თავისივე კადრმა, როგორც თვითონ ამბობს, უღალატა და მოპარაფული. ჩვენ წარმოვიდგინოთ, რომ ივანიშვილი მსგავსად როგორ მოიქცეოდა, ანუ ის ყველაფერზეა წამსვლელი ამ მიმართულებით და ნებისმიერ ქსელს გამოიყენებს, ნებისმიერ კრიმინალურ ბანდას და ჯგუფს გამოიყენებს იმისთვის, რომ შური იძიოს. ივანიშვილი ორი რამ ახასიათებს, რაც ბოლო პერიოდში ჩვენ ნახეთ და გამოჩნდა და მას თვითონაც საუბრობს. ერთი ეს არის, რომ თავის ფული არის ყველაზე დიდი ინტერესის საგანი, ანუ ფულით მოქმედებს და მეორე შურის ძიება. ის თავისივე ხალხს იძიებს ხოლმე ხშირად შურს და ამიტომ ქართული ოცნების წევრები, ვინც ივანიშვილის იმედი აქვს დღემდე და მიყვებიან ივანიშვილის იმ ფსკერში და ჭაობში, ცოტა რაღაცა გაიაზრონ და მიხვდნენ, რომ ივანიშვილი მათაც მოიშორებთ გვერდიდან, როცა ეს მას დასჭირდება და როცა რაღაც არ მოეწონება, შეიძლება სიტყვა არ მოეწონოს და ამის გამო გააგდოს და მოიცილოს და ისინი დასანქცირებული დარჩებიან. ანუ ივანიშვილი არის ტიპაჟი რუსული მეთოდების, რუსული ოლიგარქიის, სადაც ძალა და ფული მართავს ყველაფერს და ივანიშვილს აქვს ფული და მისი სახელმწიფო სტრუქტურებიდან გამომდინარე პოლიციიდან დაწყებული, არ ვიცი, ბიზნესებიდან დამთავრებული არის მისი ძალა. ოღონ ამ ძალას იმის მიხედვით, რაც ზრდის დაჭირდება, მოიშორებს და გადააგდებს. ამიტომ გაიაზროს მის გარშემო ადამიანებმა, სანამ დასანქცირდებიან, ჯერ კიდევ ის გადარჩა. ეს მათ ელოდებათ და ამიტომ დაიძრინონ თავი ივანიშვილს. გიორგი, ჩვენ გადაცემა ვიხილეთ თბილისის ცენტრიდანაც, ხომ, მელიას შემთხვევა. თქვენი შეფასებით საზოგადოებამ რამდენად აღიქვა აი ამ ამბის სიმწვავე? ის რომ რეჟიმმა ასე ვთქვათ წინსწრებად შეუკერა ეს ადმინისტრაციული საქმე, მხოლოდ იმიტომ რომ მე არ იცოდა მოკლედ რა გართულებები შეიძლება შეხვედროდა მელიას დაკავების საქმეში, ხო, რადგან ის არ აპირებდა მისულიყო საქალაქო სასამართლოში. საზოგადოების აღქმა არ ვიცი, ხა ჩვენ გასაზომია ვერსია ზეპირად ვერ არ შეგვიძლია ამაზე ვისაუბროთ, მაგრამ აი გამოხმაურებები რაც იყო ჩვენ შეგვიძლია ვიმსჯელოთ გამოხმაურება საქართველოს საზოგადოებიდან პროტესტის მონაწილეებისგან და ვიმსჯელოთ საერთაშორისო პარტნიორებისგან ის გამოხმაურები, რაც მოყვანო. საერთაშორისო პარტნიორები ცალსახად ამბობენ, რომ ეს არის გატაცება, ცალსახად ამბობენ, რომ ეს არის არადემოკრატიული ნაბიჯი. ზოგადად ის პროცესი, რაც ქართულმა ოცნებამ დაიწყო, არასამართლიანი და არალეგიტიმურად არის აღქმული ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ და პროტესტი, რომელიც ქუჩაში ვნახეთ ჩვენ, რამდენი ადამიანი იყო შეკრებილი, თუნდაც მელიას პროცესზე, თუნდაც მანამდე ზურას პროცესზე, რუსთაველზე, ანუ საზოგადოებამდე მიდის ეს გზავნილები, მიდის მედიის დახმარებით, ცხადია, მიდის ჩვენი ჩართულობის და ჩვენი მხარდამჭერების დახმარებით, თუმცა ქართულ ოცნებას აქვს ძალიან დიდი ქსელი პროპაგანდის 12 წლის მანძილზე რაც ააწყო, ეგ ააწყო, ანუ საინფორმაციო ომით ცდილობს მოიგოს კლავაც და ცდილობს ამით მანიპულაციით და ტყუილებით შეიყვანოს საზოგადოება შეცდომაში, თუმცა ფაქტები ხო სახეზეა და ფაქტები აჩვენებს უკან და საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია უკვე, დიდი ნაწილი ცხადია დარწმუნებულია იმაში, რომ ივანიშვილი კარგს არ ფსუქადის ამ ქვეყანას და მისი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება. შესაბამისად, ჩვენ ბევრი ლაპარაკი არ გვჭირდება ამის შესახებ საზოგადოებასთან. ფაქტები მეტყოლებს ყველაფერს და მას ხედავენ და განიცდიან ასე. აი თქვენ პროპაგანდა ახსენეთ, მათ შორის ფაქტორი არის თუ არა ლეგიტიმური, ასე ვთქვათ, უსაფრთხოების რისკები, რომლებზეც ვთქვათ მოქალაქეები საუბრობენ ხოლმე, ხომ? იგივე ვთქვათ ფინანსური წნეხი, რომელსაც რეჟიმი ძალიან აქტიურად იყენებს და მაშინ, როდესაც იქმნება ასეთი სიტუაცია, ანუ სრულად ასე ვთქვათ კანონგარეშე მოქმედებები, რასაც ჩვენ ვუყურებთ, აი ეს განუკითხაობა, დემონსტრაციულობა მათ შორის კანონის დარღვევის ნაწილში, ხომ? რა შეიძლება დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს?
ან რთულია ყურადღება არ მიაქციო, მაგრამ რატომ აკეთებს ივანიშვილის რეჟიმი, რატომ მიმართავს ზეწოლას, რატომ შემოიტანა ეს კანონები, რატომ ამოქმედებს ფარასკანონს სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ, ეს არის მათი სისუსტის ნიშანი, ხო? ისინი ვერ აკონტროლებენ სიტუაციას, ამიტომ მაქსიმალური ზეწოლით ცდილობენ საზოგადოება მოგუდონ და მოაქციონ ჩარჩოში, მაგრამ ჩვენი პასუხი რა არის? ჩვენი პასუხი პოლიტიკურ ნაწილში ჩვენმა პოლიტიკურ ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ამ ფარსში არ შეყვნენ ქართულ ოცნებას, ქართული ოცნების თამაშის წესებით როცა თამაშობ, ყოველთვის წაგებული ხარ. ამიტომ თამაშის წესები უნდა დავაწესოთ ჩვენ და ჩვენი ლიდერების ეს ნაბიჯი სწორედ აქეთკენ იყო მიმართული, რომ ჩვენ არ ვთამაშობთ, არ მივყვებით ივანიშვილს გამოგონილ ილუზიურ პარლამენტში, არ მივყვებით ილუზიურ სასამართლოში, რომლის გადაწყვეტილებები წინასწარ არის გაწერილი. და იგივე ეხება საზოგადოების დიდ ნაწილსაც, რომელიც ქუჩაში აპროტესტებს. ჩვენ ნახეთ, რომ მიუხედავად 5,000 ლარიანი ჯარიმებისა, მიუხედავად ფეირვერკების გამო დაჭერების ადამიანების და გუშინაც იყო ფეირვერკები, ანუ არავინ არ ჩერდება. ანუ ეს არის ჩვენი ძალა, ჩვენი მორალური ძალა, რასაც მივყვებით. არ დამორჩილება, წინააღმდეგობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. ეს არის წინააღმდეგობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც არ ემორჩილები იმ კანონებს, რომელიც მათ შექმნეს ჩვენივე გასაჩერებლად. არ შევდივართ სასამართლოში, რომელიც განაჩენი წინასწარ განსაზღვრული არის. არ ვიღებთ კომისიაში მონაწილეობას, იმიტომ რომ ის კომისია არის სწორედ იმისთვის გაკეთებული ბერკეტი, რომ ჩვენ რაღაცა ფორმით პარლამენტს ლეგიტიმაცია მივანიჭოთ, ან შევქნათ გარემო, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის და დემოკრატიის რაღაცა ფორმა არსებობს. ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს სრული ავტორიტარიზმისკენ, დიქტატორისკენ წაიყვანოს ქვეყანა. ნებისმიერი მონაწილეობა ამ თამაშში, რაც ივანიშვილმა გადაწყვიტა, არის მისი გაძლიერება სინამდვილეში. ამიტომ ჩვენ წინააღმდეგობა გვაზღვევს, რომ ჩვენ არ მივიღოთ, ვთქვათ, რასაც ხშირად ახსენებენ ხოლმე, ხომ, ეს ბელარუსის სცენარი, სადაც ოპოზიციის უმეტესობა რეალური ოპოზიცია არის ციხეში, ნაწილი ქვეყნიდან არის გასული, მედია აღარ არსებობს, სამოქალაქო სექტორი აღარ არსებობს. ხო, ანუ ამ გზას მიყვება ხო ივანიშვილი. ჩვენ ვიცით გამოცდილება ბელარუსიაში რაც მოხდა, როგორც კი ოპოზიცია ცდილობდა ლუკაშენკოს რაღაცა თამაშის წესებით ეთამაშა, მაგალითად, არჩევნებში შესული იყო, მაგალითად, ეფიქრა რომ მათ თვითმმართველობის არჩევნებს მოიგებს რა ხდებოდა ამ დროს ბელარუსიაში. ცხადია გაყალბების ხარჯზე და საზოგადოების მოტყუების ხარჯზე ეგრეთ წოდებული ხალხის მანდატით უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებდა პოლიტიკოსებზე, უფრო მეტ ზეწოლას ახორციელებდა სამოქალაქო სექტორზე. ანუ იგივეს გულისხმობთ ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ არ უნდა ვითამაშოთ ივანიშვილის თამაშის წესები თვითმმართველობის არჩევნებზე, მაგალითად, როდესაც ჩვენ ფასადს უქმნით ივანიშვილს, ეს არჩევნები წინასწარ ხო ვიცით, რომ წარმოუდგენელი არის იმ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წესებით, რომელიმე ოპოზიციურმა პროდასავლურმა ძალამ მოიგოს არჩევნები. მით უმეტეს დიდი ქალაქები, სადაც კორუფციული სქემა და კლანები იმდენად არის ფეხსგამდგარი, რომ არავის არ დაუთმობენ არც ბათუმს, არც თბილისს და არც ქუთაისს, ანუ სადაც ეს კლანები კარგად არის აწყობილი და ფულის აკუმულირება ხდება. შესაბამისად, იმ წესები და ივანიშვილის განცდით, რომ აი პროდასავლურ ოპოზიციას მოუგებს, საბოლოოდ აჩვენებს, რომ არაფრის მაქნისები არიან და ხალხის მანდატით, უკვე მოპოვებული მანდატით, ყუილდეთ დაწერილი ციფრებით, უარესად შეუტევს როგორც სამოქალაქო სექტორს, როგორც ოპოზიციას და ზოგადად გააუქმებს ამ პარტიებს და რატომ უნდა შევყვეთ ამ თამაში, როცა წინასწარ ვიცით, რომ ეს ყველაფერი იქნება ტყუილი. ეს რეპრესიების ახალი ტალღა მათ შორის პარტიებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ ფიქრობენ მიიღონ თუ არა მონაწილეობა, თქვენი შეფასებით უნდა იყოს ვთქვათ რაღაც, ასე ვთქვათ, კიდევ ერთი მტკიცებულება, რომ არ ღირს ამ პროცესში შეყოლა. არ ღირს, ხო. მაგრამ ანუ ასეთ ლოგიკას ვერ ვხედავთ ჩვენ რიგი პარტიების მხრიდან, ხო? მაგალითად იგივე გახარიას მხრიდან, რომ რაღაც კონსტიტუციური მექანიზმი არჩევნები და რატომ უნდა ვთქვათ მასზე უარი. რომელი კონსტიტუცია გადაიხიეს თავზე და თავად გახარიას გადაახიეს თავზე კონსტიტუცია. ანუ რა კონსტიტუციაზე ლაპარაკობს? დემოკრატიული პროცესი აღარ არის ქვეყანაში. აღარ არსებობს დემოკრატიული პროცესი ქვეყანაში. ჩვენ ვართ წინააღმდეგობის ფორმაში, ყველანაირი დემოკრატიული ინსტიტუტი არის გაჩერებული, არ არსებობს სამართლიანი საარჩევნო კომისია, ვინც ამაში პოლიტიკოსების ხედან ციხეში დაჭერილი ყავთ, მელიას იტაცებენ ქუჩიდან, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით გატაცება ხდება, რა კონსტიტუციური ჩარჩო არსებობს, რამე კონსტიტუციური ჩარჩო, ზეგ შეიძლება და მოადგნენ ტელევიზიებს, იმიტომ რომ ფარასკანონი ამოქმედა და მიადგებიან ასევე სამოქალაქო სექტორის ხელმძღვანელებს და ბორდის წევრებს. აი ამ პროცესებში, რაც მიდის ქვეყანაში, ამ
წოლის ფონზე რომელ კონსტიტუციაზე ვსაუბრობთ საერთოდ ან რატომ ვატყუებთ საკუთარ თავს პირველ რიგში და მე ამომრჩეველს რა ენით უნდა ელაპარაკო ამომრჩეველს რომ თვითმმართველობის არჩევნებზე კამპანია დაიწყო აი როგორ ელაპარაკები როგორ უხსნი რომ რატომ არის ეს არჩევნები მნიშვნელოვანი როდესაც შენ იცი წინასწარ რომ ამ არჩევნებში გამარჯვება წარმოუდგენელი აი რატომ ვატყუებთ ანუ რეალური мотивация მაშინ რა შეიძლება იყოს იმ პარტიების რომლებიც გადაწყვეტენ რომ მიიღონ ამ პროცესში მე ჩემი მარწმენით ეს არის რომ სახე შეუნარჩუნონ ივანიშვილს რაღაც ფორმით შეაჩერონ თავად რომ გადარჩნენ იგივე ვთქვათ იგივე საბიუჯეტო დაფინანსების ნაწილი ეგოებით იმართება და თვით გადარჩენაზე არის გადასული ზოგიერთი პარტია და აი აქედა ამიტომ ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას მაგრამ თვით გადარჩენას თუ უნდათ მაშინ შესულიყვნენ პარლამენტში რატო გამოვიდნენ ანუ რატომ დატოვეს ანუ რა მასკარადში მიიღეს მონაწილეობა რისთვის იყო საჭირო ამიტომ თუ არჩეულია წინააღმდეგობის გზა მივყვებით წინააღმდეგობის გზას ბოლომდე თუ არჩეულია მორალური გზა მივყვებით მორალურ გზას ბოლომდე სხვა შემთხვევაში ივანიშვილს ვაძლევთ დროს ვაჩერებთ სანქციებს რომელიც მუშაობის პროცესში არის ფინანსური სანქციები იმიტომ რომ დასავლეთი რას აკეთებს ბელარუსის მაგალითთან გამოჩნდა ისევ რომ დასავლეთი ყოველთვის ელოდებოდა ოპოზიციას აბა რას იზავს მოვიცადოთ ვნახოთ და ამასობაში მთლიანად გაანადგურა როგორც ოპოზიცია ასევე სამოქალაქო სექტორი და აქტივისტები ანუ იგივეს რატო ვაკეთებ აი დასავლეთიდან რეაგირების ნაწილში მინდა გკითხოთ ამერიკელი სენატორის გუშინდელი ვიზიტი საქართველოში თქვენი კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი შეხვდა მას გითხარით რა შეიძლება შეიცვალოს ამ ვიზიტის შედეგად ან როდის შეიძლება დავინახოთ პირველი სიგნალები იგივე რეჟიმის მხრიდან რომ რაიმე ცვლილება არის მათ პოლიტიკაში ხო ამერიკასთან მიმართებით ჩვენ შეგვიძლია ცოტა შორიდან დავიწყოთ იმ წერილიდან რაც გამოაქვეყნა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ელჩის და ივანიშვილის შეხვედრის შესახებ, რომელიც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და ბევრი მესიჯის მატარებელი, ვინაიდან ამ წერილიდან გამოჩნდა, რომ კობახიძე, ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრი, არ არის აღქმული სერიოზულ ფიგურად. დანიგანი ითხოვდა შეხვედრას ივანიშვილთან, ვინც არის არაფორმალური მმართველი. დანიგანს უნდა გადაეცა ივანიშვილისთვის რუბიოს და ტრამპის ადმინისტრაციის დანაბარები, რომ დაუბრუნდეს ქვეყანა დემოკრატიულ გზას, დაუბრუნდეს ევროპულ გზას და უარყოს რუსული გეზი, რომელიც აქვს აღებული, რაც არის ანტიამერიკული ამავდროულად. ამის მოსმენა ივანიშვილს არ უნდოდა. ამ მესიჯით, ამ განცხადებით ამერიკის საელჩომ პირდაპირ უთხრა ქართულ ოცნებას, რომ თუ არ დაუბრუნდებიან დემოკრატიულ გზას, მეგობარი აქ დაჩქარებული წესით გავა სენატში. თუ ივანიშვილი არ მიიღებს, არ გაათავისუფლებს პოლიტიკურ პატიმრებს, უკვე დაემატა პოლიტიკოსებიც, თუ არ იქნება ახალი არჩევნები და თუ არ დაუბრუნდება დემოკრატიულ გზას, ამერიკასთან თანამშრომლ ეგრეთ წოდებული გადატვირთვა, რასაც კობახიძე ითხოვს, არ მოხდება. სენატორის ჩამოსვლის დროს რა მოხდა? სენატორის პროტოკოლი ესეც, როდესაც მაღალი რანგის პოლიტიკოსი ჩამოდის და ხვდება ეგრეთ წოდებულ ამ შემთხვევაში მთავრობას, ელჩი ყოველთვის თან ახლავს. ეს პროტოკოლის ნაწილია. ჩვენ ნახეთ იმ შეხვედრაზე ელჩი არ იყო. ანუ ერთგვარი დებოში იყო ელჩის მხრიდან, ვინაიდან ივანიშვილის თამაშის წესებით არ უნდა არც მას თამაში. დანაბარები რაც სენატორმა გადასცა, ეს გადასცა და ამას გააკეთებდა, ეს შეხვედრაზეც დადასტურდა პირველ შეხვედრის დროს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის დანაბარები გადასცეს, მაგრამ არც არის საჭირო გადაცემა ივანიშვილმაც და კობახიძემაც ძალიან კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს. არაკეთებენ უბრალოდ, იმიტომ რომ ეს არ არის მათი ამოცანა. მათი ამოცანა რუსეთი, ჩინეთი და ირანი. და ქვეყანა დაამსგავსონ ავტორიტარული დიქტატორები ქვეყნების რაღაცა ნაცრისფერ ზონას, სადაც მხოლოდ თვითონ იქნებიან კარგად. პოლიტიკოსები აღარ იარსებებენ, აღარ იქნება სამოქალაქო სექტორი და თვითონ იქნებიან კლანური მმართველობი და გააძლიერებენ სისტემას, რაც არის რუსეთში, ბელარუსიაში, ირანში, ჩინეთში და ასე შემდეგ. ეს არის მათი ამოცანა. ამიტომ ამერიკას რაც არ უნდა ეხვეწონ ურთიერთობის გადატვირთვაზე, ვერ გადატვირთავენ, იმიტომ რომ მეგობარი აქტივ გზაშია და იქნება ძალიან მალე. ამას უნდა ველოდეთ, იმიტომ რომ საპასუხო რეაქცია ივანიშვილისგან იყო ის, რომ მათ არ უნდა შანტაჟის მოსმენა. იმიტომ შანტაჟი რა არის? შანტაჟად აღიქოს ივანიშვილი იმას, რომ დემოკრატიულ გზას დაუბრუნდეს თუ არა და იქნება სანქციები. ამის მოსმენაც არ უნდა. დიდი მადლობა.